აი სტრესი ზოგადად რომ ჭარბობს ჩვენს გარშემო ეს არ ახალი ამბავია ალბათ თქვენს გრძნობთ პერიოდულად აპათიას, მელანქოლიას, უძილობას, მადის დაქვეითებას. ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესოს ჩვენი ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ გაგაცნობთ 7 სასარგებლო რჩევას, რომელიც ამ მდგომარეობებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. რა გასაკვირია, რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძილის რეჟიმის მოწესრიგება. როგორც მოგეხსენებათ, ხარისხიანი ძილი და ჯანსაღი ყოველდღიური რუტინა ტვინის სწორად ფუნქციონირებისა და ენერგიის აღდგენისთვის აუცილებელია. უნდა ვეცადოთ, რომ ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ, რადგან როგორც ირკვევა ის დღის პროდუქტიულად გატარებაში შეგვიწყობს ხელს. დღის სწორად დაწყებისთვის კარგია ბუნებაში სუფთა ჰაერზე გასეირნება. საერთაშორისო მეცნიერების თქმით, ფეხით სიარულმა შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ჩვენს ენერგიულობაზე. მით უმეტეს, რომ გაზაფხულზე მზიანი დღეებით თანდათან იმატებს, რაც D ვიტამინის სინთეზს უწყობს ხელს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაგვეხმარება ბუნებრივია, კვების დაბალანსებული რაციონი და თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობა განწყობას აუმჯობესებს და ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. გარდა ამისა, ამ გზით მეტაბოლური პროცესები სწრაფად რეგულირდება და ორგანიზმი მისი ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდრდება. მორიგი რჩევა, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხება, როგორც ირკვევა საყვარელ ადამიანებთან პრობლემებზე საუბარი ჩვენს ფსიქიკურ კეთილდღეობას აუმჯობესებს, მადლობათინა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან აზრების მიმოცვლა რთული სიტუაციების უკეთ აღქმაში გვეხმარება, რაც გამოსავლის გზებსაც უფრო მარტივად აღმოგვაჩენინებს ხოლმე. ვეთანხმები. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი შრომის დაფასება. დამეთანხმებით, რომ საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდება უმნიშვნელოვანესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა შევაქოთ ჩვენი თავი და აღვნიშნოთ ჩვენი მიღწევებიც. ოჩახ, როგორ აქებ ხოლმე შენ თავს? ჰა? ყოჩა ხარჩი, ყოჩა. ყოჩა ხარჩი. ყოჩა. მაშინ მე კიდევ ერთ რჩევას გავიზიარებ, ჩვენს ყოჩა ხარჩილ. ყოჩა ხინა. კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც გაგიზიარებთ, არტ თერაპია გახლავთ, რომელიც შემოქმედებით აქტივობაზეა დაფუძნებული. ცნობილია ხელოვნება და კრეატიულობა შესანიშნავი საშუალებაა სტრესის მოხსნისა და ემოციების გამოხატვისთვის. და ბოლოს გეტყვით, რომ სტრესის დონის შესამცირებლად აუცილებელია გამოვნახოთ დრო დასვენებისთვის. იოგა და მედიტაცია ის აქტივობებია, რომლებიც განტვირთვაში დაგეხმარებათ და დაგამშვიდებთ კიდეც. როდესაც არის სტრესული მდგომარეობა, მაშინ არაფერი არ გინდა და რა კარგი ძილი და რა სწორი კვება და რა იოგაო ფიქრობ, მაგრამ ზუსტად ამაშია ხსნა. უნდა გამოვძვრეთ და გამოარღვიოთ ის სტრესული გარემო და გარდავტეხოთ. ასია ჩემო თინათინ. ახლა მოდი რამდენიმე, რასაც მოვასწრებთ ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტ სიახლე გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს და გეტყვით, რომ შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ერთგვარად აიძულებს ბუნებასთან კავშირს. აჰა, ესეც მე ვარ? აპლიკაცია მაინც გადმოვწეროთ. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ტექნოლოგია არ მოგცემთ სოციალური ქსელების გამოყენების უფლებას. ყოჩახ, მანამ სანამ არ გადაიღებთ ფოტოს, რომელშიც ფეხით გახართ ბალახზე ან ხელით ეხებით მას. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ აირჩიოთ რამდენი საათის გატარება გსურთ კონკრეტულ აპლიკაციაში. აი ამ ყველაფრის მიზანი კი მარტივია, რომ ადამიანებმა შეამცირონ გაჯეტებზე დამოკიდებულება და მეტი დრო გაატარონ ბუნებასთან. ხომ გადმოვწეროთ ეს აპლიკაცია? შეიძლება ბალახისად მოვნახოთ ჩემო თინათინ. ჯერ არა ბიბინებულა, მაგრამ ალბათ საათის ფოტო, რაღაცის ფოტოც იმუშა. მაინც ბალახი უნდა? ნუ ამ შემთხვევაში დავალებებს გაძლევს. და თა ვერ მოატყუებ. ვიღაცის გადაღებულ ფოტოს ვერ ატვირთავ ალბათ. ხო, დინარეს ფეხები გავხვანჩალეო, რომ მითხრას რა გავაკეთო. უნდა წახვიდე ბაზალეთზე. მადლობა. მოკლედ, TikTok-ის ამბავიც გავაზიაროთ, ჩემო არჩილ. ამიერიდან TikTok-ი მშობლებს საშუალებას მისცემს, რომ აკონტროლონ მათი შვილების მიერ აპლიკაციაში გატარებული დრო. ესეც მეორე სასარგებლო რჩევა. სოციალური ქსელებთან დაკავშირებით, კონკრეტულად მათ შეუძლიათ, რომ ბავშვებს მხოლოდ გარკვეულ საათებში დართონ აპლიკაციაზე წვდომის ნებართვა. თავის მხრივ ამ წესების დარღვევა მოზარდებსაც შეეძლებათ, მაგრამ მშობლები ამას შეტყობინების სახით მაინც მიიღებენ და ეცოდინებათ, რომ ის იქ
ძალიან დაძრებოდა. დაცუნცულებდა. დაძრებოდა. არა, ეს წდომა მე ჩემსაც უნდა გადაუგზავნა, მე მგონი რომ მეც გამიკონტროლო ზოგადად TikTok-ის თუ არა სხვა და პირიქითაც. და პირიქითაც ყოჩა. მოკლედ ძალიან კარგი აპლიკაციების შესახებ გიამბეთ და იქნებ ჩვენც გამოვიგვადგეს ეს რჩევა.